გამარჯობათ მეგობრებო. ახლა ჩაწერე მაკიაჟის ვიდეო 10 წუთიანი და 5 წუთი ვილაპარაკე. და ავტვირთავ იმას პირველ რიგში. ახლა უნდა განახოთ რა გამოვიწერე. და მიკროფონი ჩავთ. რამდენი ხანია ჩამერთავს იცი? თვეებია. ჩვეულებრივ ვიწერდი ხოლმე მიკროფონის გარეშე და ნახოთ რა იქნება. უფრო კარგად ისმის ხმა დამიწერეთ აბა. მაგრამ ზედ უნდა დავინახო. აი ასე. ეხლა მე განახებთ რა გამოვიწერე და გამოვიწერე კიდევ საჩუქარი, გითხარით წინა ბლოგში. სადაც მუშაობ ერთხელ ქონდა დაბადების დღე საჩუქარი ხო უყიდე. და ეხლა აქ მეორეს და ის ჩამოვიდა საჩუქარი, იმიტომ რომ ეხლა ახალი მომთხოვა ძალიან დიდი ხანი ჭირდება ჩამოსვლას დრო. და ცოტა ადრე გამოვიწერე 3-ში აქ და 3-ში აქ დაბადების დღე და ეხლა გამოვიწერე, იმიტომ რომ ვაი და არ მოუსწროს თქო, არ მინდოდა ისე დარჩენილიყო რა. რომ დაგვიანებოდა მე. თმა ასე მაქვს, მაგრამ უნდა ავიწიო, დროებით გავიკეთე ვიდეოსთვის. ეხლა განახებთ მე საჩუქარს პირველ რიგში. პირველ რიგში საჩუქარს გავიკეთე. ისეთ საჩუქარი გულგაგისკდება. ეს უნდა თვითონ. მე პირადად გულგაგისკდება. არ შეგეშინდეთ. მოიმზადეთ. აი მის რა არის? ძალიან დიდია ოღონდ, აი დიდი შინია რა. დიდი სათამაშოები რო არის ესენი, აი ძალიან მყარი და ძალიან მაგარი ხარისხის არის. არ არის პლასმასი, უბრალოდ რო ტყდება და ის აი ძალიან მაგარი ხარისხია. აი ამაში ფულს მართლა არ გადავიხდი არასდროს, მაგრამ ბავშვებს უნდა. თოსაბნიერად. აი ამით როგორ უნდა ვითამაშო? გული გამჭირდა, მაგრამ თამაშობ. გზა არ მაქვს მათთან ერთად, იმიტომ რომ ეს ჩემი სამუშაოა. ეს გამოუწერე ერთ სიტყვით, ეს უნდა და გულით. ბუშტები მაქვს კიდე, ბუშტებს გაუბერავ, იმიტომ რომ წინა იმასაც გაუბერებ, დაბადების დღე რო ქონდა, არ მინდა რომელიმე გამოაკდეს რამეს. და საახალწლო საჩუქარიც მაქვს იმათთვის, ისინი რა ქვია. პიჟამოები, ორი ცალი ვიყიდე და ესეთი ბუშტებია. შიგნით რაღაცები რო ყრია და უნდა გავუბერო. და თეთრ ვერ არ მიცე, ცოტა რამოდენიმე დღეში მივცემ ამ საჩუქარ თავი რა ჩამოვიდა და აქ არის. შემდეგ რა გამოვიწერე? გუშინ რაც ჩამოვიდა იმას განახებთ. ანუ ესეთი თიკი, არა თიკი არა, ჩასადები. რომელსაც ვდებთ ყურის ჭხირებს. და ეხლა გასავსები მაქვს, რაც მქონდა ირჩავდე ჩემ ოთახში. აი ასე და მაშ ჩამოდის და აქედან იღებ ეგრევე, აღარ გიწევს რომ აქედან ამოიღო. და ამასთან ერთად, ოღონდ ცალკე ვიყიდე რა თქმა უნდა, ბამბის დისკები. და ბამბის დისკების ჩასდები არის ეს და ამას ზემოდან ვადებ ხოლმე ამას. და ადგილსაც არ დაიკავებს საერთოდ. შემდეგი. ახლა რაზე გმეცინება? ვიყიდე ეს თეფში, როგორი დავხტი. თეფში, რომელიც მეგონა რომ ცოტა დიდი იქნებოდა და დავდებდი ტკვილაოს ნამწუხარს და ეს რაღაცას. და სამწუხაროდ აღმოჩნდა ეს პატარა და არ ვიცი ამაზე რას დავდებ. ალბათ არაფერს. მაგრამ რამეს მოვიფიქრებ მაინც. შეიძლება ერთ ადამიანს რამე ნამწუხარი ან ტორტი დაუდო შეჭამოს. ისე აღარ ფშურ გამოიყენებ ერთსა. თორდა ვიყიდე მე რამერს კიდე ერთ ხუთს რომ 6 წელი მქონდეს. ვიყიდე კიდე ეს ორგანაიზერი. აუ ეხა ყველაფერი ჩამეყრება. ეს და გეტყვით რატომ. აი ასეთი. არა უშავს გავასწორებ, ასეთია, რომელიც ანუ ამაში ვდებ და ანუ აღარ იყრებოდა, რომ სულ მეყრებოდა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იყრებოდა. მგონი იდეალური არის ამისთვის. ეხლა მეყრება, რადგან ამოლაგებული მაქვს ბევრი რამე და ეხლა გავასწორებ და ჩავალაგებ ბარემ. ქონის ნებართვით უცებად ჩავალაგებ. გეტყვიან რომ მაკიაჟი გამეკეთებინა რაღაცები ეს. და აი ასე არის. დავდებ ლამაზად. ძალიან ლამაზია სხვათა შორის. შემდეგი. გამოვიწერე ეს ყულაბა.
რომელიც შეადგენს 500 ევროს მარტო და ვცადოთ თან მომეწონა და თან გადახაზვა რაღაც მომწონს. ხაზა თავისი ფანქარი მოყვება ფლომასტერი და ამით შეიძლება წაშალო მერე და აი მაგალითად მეორეზე გამოყენებაზეც შეიძლება იშლება. ერთჯერადი არ არის. შემდეგი დამადგა საშველი და გამომიწერე ტელეფონის დასადები მანქანაში. მომილოცეთ. აი ასეთია. ამით ეს რომ მოუჭრო მერე რომ კარგად დაეკროს და ეს დაატრიალებს ეს რა. თუნდაც შეტრიალებს გამოტრება, მაგრამ არ მინდა რომ გამიფრჩეს რა. ასეთია. და ეს გამოვიწერე და ამასთან გამოვიწერე ეს ვაი და გამიფრჩეს ის. მონდეს სარკეზეზე მეგობრებო სამაგრებელი. ანუ სარკეზ. აი ასე სარკეს დავამაგრებ ზემოდან და აქ ტელეფონის ჩასდებია რა. ეს ბრუნავს. ბოლომ ეს დასამაგრებელი ჯერ. ანუ ესე რა, ან მარჯვნივ მარცხნივ უკანა დაიმსე არ ბრუნავს. ეს შემდეგი გამოვიწერე. მანქანის სარკეებს და ყანებელი რომ სულ მეორთქლება და ვერაფერს ვერ ხედავ ვერასდროს ძალიან ცუდი ამინდები იყო აქ და თორე გაწმინდავდი ვერაფერს ვერ დაინახავდი და ეს იდეა მომაფიქრდა რომ თქო ჯერ არ დამიყენებია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჯერ ეხლა ავიღე ეს ამანათი ეს არის კიდევ რომელიც არც ჩანს თუ სუნის არის და თანჯვარი არის არომატი არის და მანქანაში ჩავიდებ. ასევე გამოვიწერე ეს არომატი მანქანის სუნის ამას ჩავდებ 3 ცალი არის ოღონდ ამაში გადავატრიალებ და ჩავდებ მანქანაში. აი ეს. კაი ეს მიგანახეთ. ესეც იგივე ოღონდ სხვა სუნითა და მეორე მანქანაში ჩავდეთ უკვე. ნახოთ დავტესტავთ. იმედია ისმის ხმა ჩემი მიკროფონში და ტყუილ არ ვლაპარაკობ ბევრს და თუმ გაითიშა იცი რა მომივა საერთოდ ხმა აღარ ექნება ვიდეოს აი ეგ არ ვიცი მე არ ვიცი თან მაშინ იმედია ეგ არ მოხდება იმიტომ რომ ერთხელ მომივიდა იმდენი ვილაპარაკე და ტყუილა ახლა დავამთავრებ შემდეგ ხო ცოტა მოიტანდა განა აი ასეთი მაქვს სუნის სანთელენა შედო ზემოდან სანთელენა დაადო სპეციალური სუნის არ ვიცი ჩანს თუ არა ბოლივით რო არის არ ჩანს გონი მაგრამ სულად ის ესე და ესეთი მაქვს დიდი მისაღებში ვიდეოს და ეს პატარა გამოწერე ოთახისთვის ეს გამოწერე კიდე შემდეგი შევახმოვთ შემდეგ გამოვიწერე ასეთი ხალიჩა აბაზანისთვის აი ეს ფოთოლივით არის ფულანი ჩოკოლადი და ამას შევუფერე რა რო ვნახე მე ინტერნეტში თითქოს ერთმანეთს გავდა მაგრამ აცდენები აქვს მეტანი ძალიან აი ფოთლები ახატი მაგრამ ეს ძალიან ღიაა და ის ცოტა მუქია ცოტა კი მაგრად მუქია მაგრამ ერთად მინდოდა დამეტო პურტყლები აქვს დაფაფერხე კარგად და რა ვიცი აი ასეთია ბანაში დასადები აი ეს კიდე გამოვიწერე ეს ვანისთვის ეს ყველაფერი ვანისთვის გამოვიწერე რადგან სულ გვჭირდება და ეს აბეზნეთი აწერია იქ ესენი არ შეხვდები სუპორტყლები მაქვს ყველგან ახლა ხო და ასე ეს იყო სულ რაც ყველაფერი არის ყოშეთ განსაკუთრებული რომ გითხრათ არაფერი არ გამომრჩა საერთოდ ყველაფერი განახეთ ვითომ არაფერი მაგრამ რუსი ხდი მაგრამ ბაში ხდი მე ვფიქრობ რომ ამაში დავხარჯე ფული
თორე ფერმერები ის. ხო, ესენი იყო რა. სხვა რა. ეხლა საყურებს გავიკეთებ. საყურებს გავიკეთებ ისევ იმას, რაც გუშინ მეკეთა, თქვენ არ გითხრა მეკეთა მე. აი ესენი. მართლა გითხრა დამოჭდა რა ქვია მე. ოღონდ გიჟდები ამ საყურებზე. არის ვერცხლი. იგი აქ ოქროს მაღაზიაში. ეს ვეღარ შევიპოვე. კიდევ ეგ მომენტი. ეს. ანუ იქ რომ მივედი მე. აი ასეთი არის. ძალიან მახსოვს 50 ევრო მივედი თქვენ. ანუ რომ მივედით იყო ესეთები თეთრი. თეთრი ფერი არ მინდოდა. და შავი. და ოღონდ ამაზე ოდნავ ის იყო, ანუ ჩამოწეული ვით არისო, ანუ იმე საყურეზე ჩდება, ყურზე ჩდებოდა. ხო და ანუ დაგვიმზადეს მე ესეთი რა და ერთ კვირაში ჩამოვიდა მგონი ათენიდან. და ის თლად ისეთიც არ არის, როგორიც ის იყო, ის თეთრი იყო, ძალიან მომეწონა ის თეთრიც. ის უფრო მეტად ოდნავ პატარა იყო და ყურზე ჩდებოდა თვითონ, ანუ დარწმუნებული ვარ ისეთი იყო. ეს ოდნავ ჩამოწეული ვითაა და რატო დაამზადეს ესეთი? ვერ ხვდები. ცუდი არ არის, ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია. მაგრამ აი ოდნავ ჩამოწეული ვარ, იქ არ მომწონს. ასეთი თეთრიც მინდა რომ ვიყიდო მე, მაგრამ ვფიქრობ რომ ბარემ ვერცხლს ვიყიდი ისევ, ანუ უბრალოდ იყიდება ესეთი რა. ისი როგორი, აი შეიძლება ფერიც რო გადავუვიდეს რა, 10 ევროს რომ ისცენ და ერთი თვე რო გამოიყენებ ან ორი კვირა. აი ეგეთი არ მინდა, ესეთი მინდა რომ სულ მექნება. საქართველოში მე როცა ჩამოვალ თქო. მინდა ვიყიდე ესეთი ოღონდ ოქროს. შავი რა თქმა უნდა. მაგრამ წანებით ძალიან ლამაზია და თეთრი ძალიან მომწონს სამივე. მაგრამ შავი ჩემი ფავორიტია. და ამის ყასამები მომწონს ძალიან. და კიდევ რა მაქვს? ხო. მიცან. ანუ ერთი ბეჭედი მაქვს. ერთი რა, რომელზეც ძალიან გვიჟდები და დიდი ხანია მაქვს. უბრალოდ არ ვიკეთებ საერთოდ არასდროს. და ამის საყური მინდა ვიყიდო მე. აი, ოქროსი რა თქმა უნდა. მაგრამ გამიდის და ძალიან იცი როგორ დიდი მაქვს უკვე. აი. მაგრამ ძალიან დიდი მაქვს. აი. ძალიან აი იცი როგორ მაქვს, აი შეიძლება გამომორდეს უცბად. ხო ხდებით. აი ესე არ შვება თქვა, მაგრამ ჩამოვიდა უკვე კონფო. ხო. ისიც მგონი დაბატარებად შეიძლება თუ რაღაცა რა, ან მეორე ხელზე გადმოვიტან, მაგრამ აქეთ ხელზე მინეთი არ მიყვარს. ხო და ასე. შემდეგი. კიდევ მეთქვა ის რომ ხო ესე მაქვს. აუ რაღაც უნდა მეთქვა და მოვიტყო. არ მაქვს. თმას მაქვს ახლა არ ვიცავ. თქვენთან გავიწოვ. მე და ჩემი ხმა ისმის და ხმა თუ გაითიშა. ჩათვალეთ რომ ეს ვიდეო არ დაიდება არასდროს. და წაიხება. აი მის ენერგიულებ. მეც შევხედო ის ანთილია თუ არა. არ ანთილია კი. რაც მთავარია კავშირებს ანთილია. და ერთი დიდი თხოვნა მაქვს რომ არღი გამოიწეროთ, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. და დამიწერეთ ესეთი ვიდეოები თუ არ მოგწონთ. ახარ გადავიღებ. და საერთოდ წავალ YouTube-დან. ეს ჩემი мотиваცია ზოგადად ესეთი ვიდეოების ჩაწერა ნელ-ნელა რომ ისეთი უაზრო ვიდეოები გამომდეს შეიძლება ან არ შეიძლება ან არა, მაგრამ მე ხომ ვცდილობ. თქვენ ხომ ხედავთ რომ მე ვცდილობ რომ არ დავდო 5 თვეში ერთხელ და დავდო კვირაში ერთი დღე ან კვირანახევარში ერთი ვიდეო. ამიტომ გთხოვთ
ნათლად ნუ იტყვით რომ არ შემიძლია ვიდეოების გადაღება. კაი, ხუმრობა თალკე იყოს, მაგრამ ძალიან დიდი თხოვნაა რომ არხი გამოიწეროთ და კომენტარებში თუნდაც გული დამიწეროთ რომ აქ ხართ. სხვა რაიმე როგორი რანაირი ვიდეო მოგწონთ დამიწერეთ. ძალიან დიდი თხოვნაა რომ მეტი мотиваცია მქონდეს და მეტი ვიდეო გადავიღო თქვენთვის. ეხლა ცოტა ხანში წავალ სამუშაოზე. შემდეგ მოვალ 4 საათში მოვალ, იმიტომ რომ შაბათის გარდა მუშაობ 4 საათით შუა დღეს და მე რომ მოვდივარ საქმეები, საჭმელი და მე ისევ სხვა სამუშაოზე მივდივარ და თუ დაგაინტერესებთ, ერთ დღე აუცილებლად წაგიყვანთ ჩემს მეორე სამუშაოზე და ერთად გავაკეთოთ საქმეები. ისეთი არაფერი არ არის, მაგრამ მაინც განახებთ. რადგან მაქვს უკვე მანქანაზე დასდები ტელეფონის, რა ქვია, არც ვიცი. მანქანა რომ დავამოკრო ტელეფონზე, გზაც რომ განახოთ აი ისე და შემდეგ თუ რაიმე დაგაინტერესებდებათ, დამიწეროთ კომენტარში. აი ასე. ძალიან დიდი ხანი გავიდი რაც ვიდეოს ვწერ, უკვე 1-20 წუთში წავიდე სამუშაოზე ალბათ. ფასონა ჩავიცა უბრალოდ და სულ ეს არის. აი ასე გამოვიყურები. არ ვიცი მოიცა როგორ ჩანვარ. თლად ისე წარმინდა. ეხლა ჩემი დასასრულები აი აქ დასასრულები დაკეცილი არ შეიმჩნიოთ. ხომ გითხარით რატომ აქვს ასე? იმიტომ რომ ადგილი არ მაქვს ადგილი, რადგან ეხლა ხო ჩვენ სხვა ოთახში გადმოვედით და არ გვაქვს არაფერი გაკეთებული და ეხლა ახალი წლების მერე ნენელა გავაკეთებთ. რომ დასასრულები შევალაგოთ გარდირობებით რამე რა. გარდირობის ისტორია. ეხლა ჩარჩი ძველ თაობაში ხო და აი ასე დავიკელი 6 კილო და გრამები. ნუ ხო რა, იცი როგორ ვარ? გუშინ ვიყავი 60 კილო და 900 გრამი და დღეს ვიყავი 61 და 500, ანუ 600 გრამით მეტი ვიყავი, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, ვაგრძელებთ და გაგიზიარებთ ხოლმე წონის კლებას, არ მეჩქარება არსად, არც ვჩქარობ და მგონი 6 კილო თვეში, 3 თვე ნახევარში 6 კილო ძალიან მაგარია ჩემი აზრით. მაგარი კი არა, სასწაული არის. ხო და ვფიქრობდი რომ მეთქი კუჭის ოპერაცია ხო არ გავიკეთო თქო და ავიგეცალთ, ანუ მე მაწუხებს ახლა ჩემი წონა ის 5 კილოთი მეტიც რა ვარ, ხო ხტებით? ხო და ეს შარვალი მაცვია ახლა მე. ძალიან დიდი მაქვს. ძალიან დიდი ბუდიში, მაგრამ ძალიან დიდი მაქვს. უბრალოდ კამარი მიკეთია და ეხლა ვერ განახებთ. იცი რომ ხელაც დიდი მაქვს, აი აქამდე გამოდის ზუსტად შარვალი აქამდე. და ამით მაქვს დაბმული ასე ვთქვათ და თან ანუ ამაში ძრება მაინც. მაგრამ ხო ვერსად ვერ წავა კამარი მიკეთია. ხო და ფეხზე ჩავიცმობ. არ ვიცი რა ჩავიცმობ. რაც მოუხდება ამას. და ამაზე ჩავიცმევ ჭაობისფერ ქურთუქს. ზუსტად მოუხდება ამ ჭაობისფერ შარვალს და ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მოდი გაკეთიშოთ რა, ძალიან გთხოვთ. რომ უაზრო არ იყოს და არ დააჭროს და არ გატიშოთ ვიდეოს. ეხლა წავალ და გემშვიდობებით, კარგ დღეს გისურვებთ, კარგ საღამოს გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ, ვინც ჩემთან ხართ, ვინც გამომიწერთ, ვინც დამიგულებთ და ყველა მიყვარხართ ზოგადად არ მაქვს გამონაკლისები რომ ადამიანი მძულდეს ზოგადად და ან მიყვარდეს ძალიან. ყველა არის ადამიანი და ყველა ვერ ვიქნებთ ისეთები როგორიც გვინდა რომ იყვნენ ისინი ვთქვათ. ზოგი არის ბოროტი, ზოგი არის კეთილი, ზოგი არის გულიანი, ზოგი არის როგორ ვთქვათ ცოტა ისე რომ არ გამომივიდეს შურიანი და ასე შემდეგ. აი ასე. ეხლა შევიკრავთ მაებს. ავიწევ კარგად.
და დაგემშვიდობებით, ვაიმე, უკან მიფხანება ეს. ასე. ხო, წავალე ხა. სხვა არაფერი ხო, წავალ. აბა დროებით და გამოიწერეთ ჩემი არხი ძალიან დიდი თხოვნა. დროებით.